კობახიძე ამტკიცებს, რომ ფორუმი, რომელსაც პუტინიც ესწრებოდა, საშუალებას აძლევს კოლეგებთან ერთად თანამშრომლობის განვითარების თემებზე ისაუბროს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ფოტოებზე კრიტიკას კი სპეკულაციებს უწოდებს და ამბობს, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება, თქვა გია ვოლსკიმ. დღეს ყველა რუსთაველზე არა კობახიძეს და პუტინის ერთად დგომას, არა საქართველოს დათმობას წერს სალომე ზურავიშვილი. მოქალაქეებს რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდა არქიმანდრიტმა დოროთევაც. თქვენი დუმილი და სიმშვიდე ქვეყნის გაყიდვის ტოლფასია დღეიდან ყველა რუსთაველზე დაწერა არქიმანდრიტმა. მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მერვე კლასის მოსწავლე დაჭრა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით მოზარდს დაზიანებებით სივიარაღით თავისა და კისრის არეში აქვს მიყენებული, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. კიდევ ერთმა პოლიტპატიმარმა დაკარგა ოჯახის წევრი. აქტივისტები წერენ, რომ პროევროპულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ მინდია შერვაშიძეს ძმა გარდაეცვალა. ისტორნიკე თოშხუასთან ერთად ოცნების პროპაგანდისტის ბექა გოცირიძის საჩივრის საფუძველზეა დაკავებული.